მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს ფეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. ეს არის უძრავი ქონება. ბინები ძვირდება. ყოველდღიურად ჩნდება ახალი პროექტები, ადამიანები ასე ვთქვათ, ყიდულობენ ჯერ არ აშენებულ ბინებს და მოკლედ, იღებენ ესეთ მრავალწლიან სესხებს. და ხშირად სვავენ, უბრალოდ ხშირად გადაწყვეტილებას იღებენ იმ შიშით, რომ ხვალ ყველაფერი გაძვირდება. მაგრამ მთავარი კითხვა არის, რატომ ძვირდება უძრავი ქონება ასე სწრაფად? ეს არის ბაზრის რეალობა თუ ესეთი ეს არის ბაზრის რეალობა თუ რეალურად რაღაცა აჟიოტაჟია ატეხილი. მოგეთ ამ ყველაფერზე დღეს ასაუბროთ. ჩვენ გვყავს ფანტასტიკური სპიკერი და ფანტასტიკური ექსპერტი, რომელიც ამ დარგში ასე ვთქვათ, პირველი წელია უკვე აღარ არის რაც მოღვაწეობს, ანუ შექმნა ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ, ჰოლდინგური ტიპის კომპანია. ეს არის უძრავი ქონების მართვის კომპანია MyCornergy და მისი ფანტასტიკური ასე ვთქვათ, დირექტორი და დამფუძნებელი თამო წოწოლია. თამო, მოგესალმები. მოგესალმები სერგო, მადლობა ისეთი წარდგენისთვის. რაც არის, იმას ვამბობ სინამდვილეს. მიხარია, რომ შენი სტუმარი ვარ დღეს კიდევ ერთხელ. მე ძალიან მიხარია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორმატით განსაკუთრებით საინტერესო ასე ვთქვათ, დისკუსია გველის ამ თემაზე. აუცილებლად. თამო, დავიწყოთ იმ თემით, რომ ანუ რეალურად ამ თემაზე რო საუბრობთ, ხო, ანუ ადამიანები რო საუბრობენ, ანუ ხშირად ესეთი დასკვნა, ხო, რომ ანუ ძალიან სწრაფად იზრდება ბაზარი, ყველაფერი ძვირდება. და მოდი ახლა შენ გაგვარკვიე, ხო, ანუ რეალურად რა ხდება ბაზარზე, დღეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და რატო ძვირდება უძრავი ქონება ასე სწრაფად? ძალიან საინტერესო კითხვაა და ამ კითხვას ძალიან ხშირად მისმევენ ჩემი მომხმარებლები და ყველაზე მთავარი ამბავი არის ის, რომ ბაზარზე მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის განპირობებული ფასების ზრდა. ეს არის ძალიან კომპლექსური. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ძალიან სწრაფად გაიზარდა, სტაბილური ზრდა მიდის, დაახლოებით 2% არის, ახლა 2-დან 3%-მდე ზრდა, განსაკუთრებით ისევ და ისევ ცენტრალურ უბნებში, თუმცა საშუალო თბილისის მასშტაბით ეს ზრდა გვიფიქსირდება. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ არ არის მხოლოდ ერთი მიზეზით განპირობებული. აქ არის ძალიან ბევრი ფაქტორი. პირველ რიგში ეს არის სამშენებლო მასალების ზრდა. თქვენ როგორც ვიცით, განპირობებულია სამშენებლო სექტორი, ძირითადად იმპორტზე არის დამოკიდებული კი. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ იყო უკრაინის ომი, უკრაინა რუსეთის ომი და ამან გააძვირა, იმიტომ რომ უკრაინაში მოქონდა ძირითადად სამშენებლო მასალები. ახლა ეს ყველაფერი დაემატა სხვა წყაროდან, დასავლეთის ამბები ვიცით ყველამ, სხვა წყაროდან შემოჰქონდათ უკვე სამშენებლო კომპანიებს და ახლა უკვე ეს წყაროც გაძვირდა და აღარ იციან მშენებლებმა უკვე რა წყარო იპოვონ, რომ რაღაცა სწორი და ისეთი მასალა იყოს იმპორტირებული ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მიგრაცია. ჩვენ როგორც იცით, ფასები იზრდება მოთხოვნასთან ერთად, რასაკვირველია და მიგრაციამაც საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ტურიზმის სწრაფმა განვითარებამაც. იდეაში ტურიზმის სწრაფი განვითარება ძირითადად მუშაობს გაქირავების პერსპექტივებზე, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ფასის ზრდას, ნახეთ, ესენი ყველაფერი არის ძალიან თანხვედრა ერთმანეთთან, იმიტომ რომ ძირითადად მომხმარებელი უყურებს მაინც სხვა პერსპექტივიდან, უყურებს არა როგორც საცხოვრებლად, არამედ დამატებით საინვესტიციოდაც. თუ გაიზარდა მიგრაცია, გაიზარდა ასე ვთქვათ ტურიზმში და ესეც დიდი აქტივობა გვაქვს, რატომ არ ვიყიდო საინვესტიციოდ? თუ ვიყიდო, სად ვიყიდო? ახლა როგორ არის, იცით, უკვე აღარ ყიდულობენ მხოლოდ უძრავ ქონებას. ანუ ის ტენდენცია, რომ ყველა უძრავი ქონება არის მომგებიანი, აღარ არის. არ არის მომგებიანი ყველა უძრავი ქონება. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ პირველ რიგში ადგილმდებარეობა, შემდეგ უკვე უძრავი ქონების მდგომარეობა, ფასთან შესაბამისი სერვისები და ასე შემდეგ, რადგან ალბათ კიდევ ვისაუბრეთ. ანუ ძალიან კაი რაღაცას შეეხე, ნედლეულს შეეხე ფაქტიურად, ხო? მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პრინციპში, ხო, აი ეს ახლო აღმოსავლეთში თუნდაც ეს კონფლიქტი, ხო, აი რაღაცებს შეეხე ძალიან და ამ ყველაფერმა კიდევ განაპირობა დამატებითი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ქართულ ბაზრის მიმართ, ხო? და რეალურად ესეთი კითხვაც ჩნდება, ხო? ეს ადამიანები, მოდი ესე ვთქვათ რა, დუბაი იყო განიხილებოდა ესეთ ტრენდულ, ასე ვთქვათ, ბაზრად, ხო, სადაც ადამიანები ინვესტირებას აკეთებდნენ უძრავ ქონებაში, ხო? რაღაც დღეს გარკვეული
თქვათ რისკები გაჩნდა, ხო? და გარკვეულწილად ეს ვექტორი ამ ვექტორმა გადმოინაცვლა საქართველოსკენ, ხო? და რეალურად რამდენად მზად ვართ რა, როგორც ბაზარი, რომ აი ამ მაღალმწვიდვალუნარიან, ასე ვთქვათ, აუდიტორიას, რომელიც გუშინ მართლა ყიდულობდა დუბაიში და სხვა ესეთ განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებში უძრავქონებას რომ შევთავაზოთ ის კომფორტი, ის ინფრასტრუქტურა დავახვედროთ, თუნდაც, ხო, რასაც გუშინ ყიდულობდნენ და გუშინ ეძებდნენ სხვა ბაზარზე. დიახ, ძალიან სწორი კითხვაა და მე ვფიქრობ, რომ მზად ვართ. თამამად ვიტყვი, იმიტომ რომ ადრე, თქვენ წინაგადაცემაში თუ ახსენეთ და ახლა იგივეს ვიტყვი, რომ ადრე იყო სამშენებლო კომპანიების მხრიდან უბრალოდ ის მომენტი, რომ აი ავაშენებ და გავყიდი და მორჩა. ახლა ის ასე აღარ არის. ძირითადად კომპლექსური გახდა მომხმარებლის მოთხოვნა. არა მარტო უცხოელის, ქართველის მოთხოვნაც. ქართველები აღარ ყიდულობენ ცალკეულ მდგომ კორპუსებს. თუ ძალიან კარგი ფასი არა აქვს. ამაში უნდა შედიოდეს ყველა საჭირო, ასე ვთქვათ, ყოველდღიური მოხმარების რაღაცა ობიექტები. ეს იქნება სავაჭრო ცენტრი, ეს იქნება ფიტნესი, ეს იქნება აუზი თუ ასე შემდეგ, რამაც ღირებულება ავტომატურად გაზარდა უძრავი ქონების. შესაბამისად, მოე შეგაწყვეტინებ ერთ რაღაცაზე, ხო? ანუ აი ამ ადამიანებს განსაკუთრებით, ხო? ხა ვინც ასე ვთქვათ ეძებს ბაზარს ხო სად მოახდინოს ინვესტირება ანუ ის უყურებს გარკვეულ ასე ვთქვათ უსაფრთხოების კომპონენტებსაც აქცევს ყურადღებას ხო ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანა როგორ პოზიციონირებთ ანუ როგორ ვაძლევთ იმ გარანტიას ან რა გარანტიებს ვაძლევთ რომ მობრძანდით და მოახდინეთ ინვესტირება ჩვენს ასე ვთქვათ ქვეყანაში უძრავ ქონებაში რაც დღის ნათელია პოლიტიკურ მხარეზე ისე ცალსახად ვერ ვისაუბრებ მაგრამ რაც დღის ნათელია ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა რომელიც რა ვიცი მინიმუმ ალბათ 10 წელი არის ძალიან ესე სტაბილურად და მშვიდად მიუყვება თავის აი რას კითხულობენ ახლა დღეს ეს უცხოელები ომი იქნებას აღარ კითხულობენ რაც მთავარია ომი თუ იქნებას აღარ კითხულობენ პირიქით ძირითად შემთხვევაში კითხულობენ ხოლმე ფასების დინამიკას რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნუ სიმართლე უნდა ითქვას ფასების დინამიკა ნახეთ ევროპასთან შედარებით ჩვენ მაინც ვართ შედარებით აი დაბალ რეინჯში კვადრატული ზღირებულებაში. იმიტომ რომ გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივა იმისი რომ განვითარდეთ, მინიმუმ იმისი რომ ევროკავშირში შევიდეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს მეც ამის. და არა მარტო მე. და ეს ყველაფერი განაპირობებს ავტომატურად ისევ და ისევ ფასების ზრდასაც და მოთხოვნას ისევ უძრავ ქონებაზე, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ახლა მომხმარებელი რომელიც ახლა ყიდულობს უძრავ ქონებას უყურებს საომავლო პერსპექტივით. არ უყურებს რაღაცა ისეთ ვიწრო პრიზმაში, ანუ საერთო ჯამში უყურებს რაღაცა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უყურებს იმას თუ რომ კიდევ ერთხელ როგორ გაიზარდა მიგრაცია, ტურიზმი, ძალიან ბევრ ფაქტორს აქცევს ყურადღებას. საქართველოს მოქალაქის ჯიბე რამდენად ასწრებს? სიმართლე გითხრათ, ჩემდა გასაოცრად ძალიან ბევრი ქართველი მომხმარებელი გვყავს მიუხედავად იმისა, რომ ფასები გაიზარდა კიდევ 2-3%-ით. ეს ადამიანები ძირითადად 70% ყიდულობს მაინც შიდა განვადებით. მე ვერ ვიტყვი რომ აქ ერთიან გადახდაზეა საუბარი და ძალიან ლოგიკურია და მესმის. მე პირადად მე რომ მქონდეს ქეში სულ იმას ვამბობ ხოლმე რომ მეც არ ვიყიდდი ალბათ ესე ერთიანად. ვიყიდდი ან ბანკიდან შიდა განვადებით. რატომაც არა? იმიტომ რომ მინიმუმ ამ თანხას მომხმარებლები იყენებენ სხვა საინვესტიციო ასე ვთქვათ მიზნებისთვის და შემდეგ უკვე ამასობაში იზრდება იმ უძრავი ქონების ფასი, რაც იყიდეს შიდა განვადებით, სადაც იყიდეს და ავტომატურად ორივე მხრიდან მოგებაში არიან და ეს ძალიან ჭკვიანურია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც ანუ მშენებარეს ყიდულობთ და ანუ საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მშენებერზე და ამ დეველოპერზე, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ბანკზე გადადის ეს დელეგირება, ხო? ანუ ბანკი ამოწმებს ამ შემთხვევაში სანამ თანხას გასცემს. ეხლა არ მინდა რომ რაღაც რეკლამაში ჩამეთვალოს იპოთეკური წესები, ხო? თუმცა, ნუ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად დაზღვეული ხარ, რომ ან ბანკი აუცილებლად გადაამოწმებს იმას ესაფუძვლიანად, ვიდრე ამას ვიზავდი მე ინდივიდუალურად. ბანკზე ძალიან ისე ახსენეთ ეხლა და ბარემ მაგასაც ვიტყვი, ერთ-ერთი კიდევ რამაც გაართულა ეს სამშენებლო, ასე ვთქვათ, პროცესების უფრო და კი ვითარდება, განვითარება აქვს სამშენებლო პროცესებს, თუმცა იპოთეკურმა, ანუ ბანკი უფრო რთულად აძლევს სესხს დეველოპერულ კომპანიას. ანუ ვიდრე ადრე.
მაგრამ ნახეთ მომხმარებელმა პირველ რიგში რა უნდა იკითხოს? უნდა იკითხოს რამდენად დაფინანსებულია ბანკის მიერ. ან თუ არ არის დაფინანსებული, რასაკვირველია. პირველ რიგში ჩვენ ამას ვაკვირდებით და ან თუ არ არის დაფინანსებული, რამდენად დიდი და ესეთი კარგი ისტორია აქვს მშენებლობის ამ კონკრეტულ სამშენებლო კომპანიაზე. ანუ კაი ტიპად ითვლება თუ აქვს ასე ვთქვათ რაღაც ისტორია, ხო, საბანკო. რასაკვირველია. ან მინიმუმ მშენებლობის ისტორია. ანუ თუ თვით თავისი ხარჯებით აკეთებს ყველაფერს, მინიმუმ ისეთი ისტორია უნდა ქონდეს, როგორც არ ჩამოთვლი რასაკვირველებს ხულ დეველოპერებს, რომლებმაც ძალიან ასე ვთქვათ დიდი განაშენიანება გააკეთეს თვლის მასშტაბით და არაუშნებიათ მხოლოდ ერთი პროექტი ააშენეს რამდენიმე პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, ეს ყველაფერი განაპირობებს მოკლედ მოთხოვნის ამბავს რა. ახლა მოხმარებელი როგორ ყიდულობს, იცით, აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ყიდულობს არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ესე მისვლით ადგილზე. მე მგონია, რომ მომხმარებელმა უკვე ადგილზე მისვლამდე იცის რა უნდა იყიდოს რა. ძალიან კომპლექსური გახდა ესეც და ესეთი საკითხია ალბათ შევეხებით, მაგრამ სანამ შევეხებით, მაინც ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ მხოლოდ მარკეტინგზე არ არის დამოკიდებული, მოკლედ უძრავი ქონების გაყიდვა რა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დამოკიდებული ეს არის კომპლექსური მიდგომა. მომხმარებელი ყიდულობს ქცევას. ყიდულობს რაღაცა ხასიათს, ემოციას, კი, ზუსტად და მე მგონია რომ მანამ სანამ აი უბრალოდ კითხულობენ ხოლმე და ადარებენ ხოლმე ფასს, თორემ წინასწარ იციან რა უნდა იყიდონ რა. და სად უნდა იყიდონ. ვისთან უნდა იყიდონ? თამო, უდიდესი გამოცდილება გაქვს ზუსტად მაგ მიმართულებით და ძალიან კარგად იცი ქცევა თუნდაც, ხო? ანუ დღეს მომხმარებლების როგორი იყო გუშინ, როგორი იცვლება ეს ყველაფერი, ხო? მინდა რომ ჩვენ აუდიტორიას გაუზიარო უფრო მეტი ინფორმაცია MyCorner-ის შესახებ, ხო? და მათ შორის იმ აქტივობებზეც ვისაუბროთ, ხო, რომელიც ანუ გარდა თქვენი ასე ვთქვათ აი მენეჯმენტისა, ხო, რომელშიც შედიხართ, ანუ ასე ვთქვათ კომპანიასა და მომხმარებელს შორის, ხო, ანუ საგანმანათლებლო მიმართულებაც გაქვთ რა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა რომ ეს და აი მინდა რომ ხო, უფრო მეტი ვისაუბროთ დღეს და რეალურად მაგ როლზეც მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ განსხვავებული მოდელი გაქვთ აშკარად ბაზარზე და მინდა რომ ეს ამაზე ხაზგასმით ვისაუბროთ. უღრმესი მადლობა სერგო, ხშირად მომეცემა ხოლმე შენთან ამისი საშუალება და მადლობა რომ ამაზე ასე ვთქვათ, ამას უსვამ ხაზს და ძალიან დასაფასებელია მოკლედ თქვენი მხრიდან რომ ეს ჩანს. მოკლედ ჩვენს მოდელს რაც შეეხება, ჩვენ ვართ ჰოლდინგური ტიპის კომპანია, MyCorner-G შეიქმნა თავდაპირველად 2022 წელს. შემდეგ დაგვემატა მოკლედ ახალი MyCorner-G რას მოიცავს მოკლედ მაგას ვიტყვი. ჩვენ ვართ ექსკლუზიური მიმართულებით. სიტყვა ექსკლუზივი არის ჩვენი მოკლედ ამომავალი წერტილი. ექსკლუზიური მიმართულებით, იმიტომ ვართ, რომ გვინდა რომ ხარისხენად მოვემსახუროთ მომხმარებლებს. რას ნიშნავს ეს? MyCorner-G არის მეორად, ანუ დასრულებულ პროექტებზე ექსკლუზიური მიმართულებით უძრავი ქონების მართვის კომპანია. MyCorner აკადემია, რომელიც უკვე შემდეგ დაარსდა, მოიაზრებს უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსს, რომელიც უნდა გაიაროს ყველა უძრავი ქონების ექსპერტმა და დამწყებმა ადამიანმა, ვისაც უნდა ძალიან, ვთქვათ, მაღალ შემოსავლიანი სამსახური. აქ დავაზუსტებ, ეს არის საუბარი თქვენს თანამშრომლებზე და თქვენი თანამშრომლის გადამზადებაზე თუ შეუძლია პირობითად ნებისმიერ ადამიანს რომ მოგმართოთ და თუნდაც ეს კურსი გაიაროს. არა მარტო ჩვენს თანამშრომლებზეც, ჩვენ სულს ვრუნავთ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაზე და მათაც ვატარებთ კურსს, არამედ მთელს, ასე ვთქვათ, ანუ ღია ხართ. კი ღია ვართ, რასაკვირველია. თუმცა აი სექტემბერი-ოქტომბრიდან კიდევ ამ მიმართულებითაც, ასე ვთქვათ, ცვლით რაღაცეებს და გვინდა რომ უკვე დეველოპერულ კომპანიებს, რომლებსაც ძალიან დიდი მოთხოვნა აქვთ, რომ ყავდეთ ესეთი გამოცდილი სეილი, როგორ ესაუბრონ მომხმარებლებს, რატომ არ უნდა ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებ დააფუშინგონ, ანუ დააძალონ რაღაც უძრავი ქონების ყიდვა, რა უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ მოიპოვონ კეთილგანწყობა, ასე ვთქვათ, მომხმარებლის. მოკლედ, ბევრი ფაქტორია, რაც შეიძლება რომ რასაკვირველია უკვე აი ბიზნეს მოდელი თუ ასწავლოთ ერთიანად, არა ფიზიკურ პირებსაც ვასწავლით, რა თქმა უნდა, არ დავაკარგინებთ ამ შანსს, მაგრამ უკვე დეველოპერულ კომპანიებსაც უნდა თავისი გუნდის განვითარება. ეგ ძალიან მაგარია, ანუ ფაქტობრივად კონსალტინგის ნაწილში შედიხართ, ხო? ნამდვილად, კი, ამას თქვენთან პირველად ვაშკარებ. ვეღარ ვასწრებ მოკლედ ეს. კი, მოკლედ ეს მიმართულებაც და ნუ ახალი მიმართულება დაგვემატა, რაც ძალიან სწრაფად გაიზარდა და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ MyCorner-G-ზე სულ მოთხოვნა შემოდიოდა, რომ გვინდა რომ
ჩვენს დეველოპერულ პროექტს მიხედოთ, გვინდა რომ აიღოთ მარკეტინგი, გაყიდვები კარგად აკეთებთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ნაწილში უკვე მარტო აღარ ვარ. ჩემს პარტნიორთან ერთად გავაკეთე ახალი მიმართულება My Corner for Business, ანუ My Corner-ი ბიზნესისთვის, რაც მოიაზრებს უშუალოდ დეველოპერული კომპანიებისთვის outsource მომსახურებას, მაგრამ ეს სიტყვა outsource არ მიყვარს. იცით რატო არ მიყვარს? იმიტომ რომ ძირითადად აი ახლა რა პროექტებიც გვაქვს, ყველაფერს მაინც ვაკეთებთ დეველოპერებთან შეთანხმებით, დეველოპერებთან ექსკლუზიური პარტნიორობით. ეს არ არის outsource კომპანია, იმოგანდე და წავედი და არა, ეს არის მე მგონი სრული ასე ვთქვათ ციკლის სრული ციკლის მართვა. აი უფრო ეს არის. ჩვენ გვინდა რომ დეველოპერმა მშვიდად აშენოს და ჩვენ გავუკეთოთ ყველაფერი რაც უნდა აკეთოს მან შიგნით. ეს არის მარკეტინგული სტრატეგია, ბრენდის სტრატეგია, advertising, digital marketing-ი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, Google, Meta, ასე შემდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი, გაყიდვების ციკლი. ძირითადად ხშირად ხდება ხოლმე, რომ შიგნით, როდესაც მარტო მარკეტინგი გააქვთ ხოლმე გარეთ დეველოპერებს, მან მარკეტინგი აბრალებს ხოლმე, გაყიდვებს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ლიდები შემოგიყვანეთ, ან მოკლედ გაყიდვები აბრალებს, რომ არაცუდი ლიდები იყო და მოკლედ ეგ ამბავი გავაერთიანეთ და ახლა ერთიანად არავინ არ დააბრალებს არავის და ერთიანად ჩვენ მივხედავთ ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანი არის სტატისტიკა რა, აი ჩვენ სულ up to date ვართ, რომ მივაწოდოთ მომხმარებლებს, ჩვენს ასე ვთქვათ დეველოპერებს, პარტნიორ დეველოპერებს ის სტატისტიკა თუ პირობითად აი კვირის ჭრილში რა მიმდინარე მოლაპარაკებები გვაქვს, რა ხდება ბაზარზე, რატომ ვერ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას, თუ ვერ იღებს, რა ვქნათ, ფასი შევცვალოთ, დავაკორექტიროთ, აქცია გავაკეთოთ, რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ არ გაჩერდეს პროექტი. მოკლედ, ეგ არის ძალიან ესეთი კომპლექსური საკითხი, სადაც აი მთელი გულით და სულით შევდივართ სიმართლე გითხრათ. მე ხო იცი ახლა მაინც ბიზნესს არ მოვადგენ და მაინც ეს ბიზნესურ კითხვებსაც დაგისვა ხო. ეხლა ჩვენ გვიყურებს მაგალითად ბევრი დეველოპერი, ხო? და აი ჩავთვალოთ რომ მე ვარ დეველოპერი, რომელსაც გააჩნია თუნდაც ხო, ყველანაირი ფინანსური რესურსი, ლოკაციასაც უნდა აშენდეს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩემი თავის ტკივილი იწყება იქიდან თუ როგორ უნდა გავყიდო, ხო, ეს ყველაფერი? კი, ყველაფერს ავაშენებ, რესურსები მაქვს და ასე შემდეგ, ხო? ანუ მჭირდება უკვე ოფისი, მჭირდება ადამიანები, მჭირდება მათი ასე ვთქვათ ხელმძღვანელები და ასე შემდეგ, ასე. ანუ ძალიან ბევრი სამუშაოა იქამდე, სანამ ეს корпуსი აშენდება ბოლომდე და სანამ გაიყიდება, ხო? აი, მინდა რომ მითხრა ეხლა ზუსტად აი რა თავის ტკივილს მაშორებ ამ შემთხვევაში, მე როგორც დეველოპერს და რაში მეხმარები კონკრეტულად, როგორ ვზომავთ ამ ყველაფერს და რეალურად იღებ თუ არა გარანტიას პირობითად, ნუ ეხლა მე დავსვავდი მაგ კითხვას, ხო? ანუ რამდენ ხანში გაყიდით, ხო? ეხლა ჩემთვის რომ მითხრას ხა outsource კომპანიამ რომ გავყიდი 10 წელიწადში, ხო? ეს ჩემთვის არ არის მისაღები, ხო? და ანუ გარკვეულ ვადებზეც არის შეთანხმება ამ შემთხვევაში, ხო? ალბათ მე ესე წარმომიდგენია, ხო? და რა ხდება თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ეს ვადა დაირღვა? ეს ცოტა პროვოკაციული კითხვაა. მოკლედ ველოდი მაინც შენგან ამას. მაგრამ მზად ვარ. მოკლედ. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორობას, თავიდან ბოლომდე გეტყვი. პირველი კითხვა იყო შენი, თუ რას ვაკეთებთ, ანუ რა თავის ტკივილს, ასე ვთქვათ, ვუხსნით დეველოპერს, ხო? პირველი ეს არის ის, რომ მოდი, ესე ვიტყვი, ჯერ და მე გავშლი. აშენებს მხოლოდ თვითონ და ჩვენ ყველა დანარჩენ პროცესს ვაკეთებთ. რაც მოიაზრებს კიდევ ერთხელ გაყიდვების სრულ პროცესს, ანუ განა თვითონ უნდა იპოვოს თანამშრომლები მარტივად რომ ვთქვათ, არა, ჩვენი გუნდით ვემსახურებთ მას. ბუღალტერიაში შედიხართ? კი, იურიდიულ მიმართულებაში შევდივართ. და არა, ანუ ესე იგი ამ საერთოდ ჭირდება? არაფერი არ ჭირდება, მხოლოდ ჭირდება ჩვენგან რეპორტი, კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ სრული რეპორტი, გაყიდვების რაოდენობა, ხო, რაოდენობას რაც შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანი არის კვარტალური გეგმები. ანუ ჩვენ ნახეთ, არ ვიღებთ პროექტს ისე თუ ვიცით რომ ვერ შევეჭიდებით. ვერ შეჭიდებაში ნახეთ, რას გულისხმობ, ყველა პროექტი გაიყიდება აუცილებლად, უბრალოდ აი ვადებს აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენთვისაც. ჩვენი პირდაპირი რასაკვირველია, ჩვენი პირდაპირი მიზანია რომ რაც შეიძლება მალე გაიყიდოს, შესაბამისად ჩვენც გვიწევს ხოლმე უარის თქმა დეველოპერებისთვის, როცა კონკრეტულ პროექტზე მოგმართავენ ხოლმე და რატომ გვიწევს უარის თქმა? იმიტომ რომ ან ადგილმდებარეობასთან შეუსაბამო ფასია, ან ისეთი არ არის, როგორც ჩვენ გვინდა რომ მომხმარებელს შევთავაზოთ და ვიცით რომ რაღაცა პერსპექტივაში ვერ მოგყვება დეველოპერი, მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორია, რატომაც შეიძლება რომ უარი ვთქვა კონკრეტულ პროექტზე. ანუ ეს არის ძალიან ორმხრივი, ანუ რატომ არ ვიცი რატომ არის ის ტენდენცია, რომ გონიათ რომ ძირითადად outsource
როგორც კომპანიებს თვითონ ქირაობენ ხოლმე არ არის ეგრე ორი მხრივი შეთანხმება მეც და ჩემ პარტნიორსაც და ჩემს გუნდსაც უნდა გქონდეს мотиваცია იმისი რომ პროექტი გაიყიდოს და ეს იყოს კარგი პროექტი კარგ პროექტში მე მარტო ლოკაციას არ გულისხმობ რასაკვირველია გულისხმობ იმას რომ იყოს მომხმარებელზე მორგებული მინიმუმ გადახდის პირობა მაინც იყოს მორგებული სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ იმიტომ რომ მე რომ პირობითად დიდ დიღომში პროექტს ავიღებ და მეუბნება დეველოპერი რომ ერთიანი გადახდის გარდა როცა ჰაერს ვყიდი არაფერს არ განვიხილავ მე ამ პროექტს არ ავიღებ რასაკვირველია იმიტომ რომ დიდ დიღომში საინვესტიციოდან საცხოვრებლად როცა უნდათ long term-ში აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ კარგ გადახდის პირობა იმიტომ რომ იქ მეტრო არ არის იქ ლოკაციაც ისეთია მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორია რითიც ვწყვეტთ რა და ამას მალე არ ვწყვეტთ მოკლედ ანუ ესე იგი გამოვიდა რომ აი რო შევაჯამოთ მაი კორნერი ანუ გამოვიდა რომ ანუ თქვენ ეხმარებით რეალურად მომხმარებლებსაც და ასე ვთქვათ მაძიებლებსაც ფიზიკურ პირებსაც ეხმარებით კომპანიებსაც ეხმარებით ანუ ადამიანებს ეხმარებით ვისაც ამ დარგში და ამ ინდუსტრიაში დასაქმება უნდათ და ამავდროულად ეხმარებით დეველოპერს, ანუ უხსნით სრულად, ასე ვთქვათ, თავის ტკივილს, იღებთ სრულად, ანუ ასე ვთქვათ, აუთსორს პროექტს მთლიანად, ანუ მართავთ ამ პროექტს და აბარებთ უკვე ფაქტიურად, ანუ ჩაბარება ხდება ამ პროექტის სრულად რეალიზაცია, როგორც მე მივხვდი, ხო? ანუ ეს ნამდვილად სწორად აღნიშნე და მე და ჩემს გულს მოკლედ ეს არ გაგვიერთიანებია რაღაცა ერთი სახელის ქვეშ. ამიტომ გავაკეთეთ ესე რომ გაიმიჯნოს მოკლედ და ყველა მიცოდეს თავისი საქმე. და ყველა რაღაცა 10 საქმე ერთმა ადამიანმა 10 საქმე არ აკეთოს. რამდენი ხართ გუნდში? მაი კორნერჯიში უშუალოდ არის, რა ვიცი, აი სხვადასხვა მიმართულებია, სადღაც 25 ადამიანი. 25 ადამიანი. ფანტასტიკური. კაი, ძალიან მომზადებული გამიგითხრა, ხო? კი ბატონო. ეხლა მინდა რომ გადავიდე, ასე ვთქვათ, ამ რაიონებზე, რეგიონებზე მინდა ვისაუბრო რა. ანუ მინდა ასე ვთქვათ, აი თუნდაც Airbnb-ს ეფექტიც კი განვიხილოთ, ხო? ანუ დიდი ალბათობით Airbnb-მ გარკვეულწილად мотиваცია და სტიმულირება გააკეთა ამ შემთხვევაში უძრავი ქონების გაყიდვა, გაქირავება და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში, ანუ აი რომელ ბაზარს გამოყოფდი უფრო ხო? ანუ დედაქალაქზე მაქსაუბარი თბილისი თუ ბათუმი, ხო? ეხლა გასაგები რომ ბათუმში დიდი წილი იქნება უფრო გაცილებით საინვესტიციოდ, ხო, განხორციელებული, ასე ვთქვათ, უძრავი ქონების შესყიდვა და აი, როგორი განსხვავებაა და რამდენად აქვს ზოგადად ამ ინვესტორს სხვა ქალაქებში ინვესტირების სურვილი? ბათუმს რაც შეეხება, მე ვიტყოდი რომ Airbnb-ის მიმართულებით თბილისში გამოვყოფდი მხოლოდ აი მაინც ძველი თბილისის მიმართულებას რა, იმიტომ რომ თბილისში მე ტურიზმის ინდუსტრიაშიც ვიყავი, მანამ სანამ უძრავ ქონებაში მოვიდოდი და ვიცი აქტიური ზონები მოკლედ რა, სად რა ქირავდება Airbnb-ზე და ამიტომ ნუ მხოლოდ თბილისს გამოვყოფდი, ძველ თბილისს. ისე არ ქირავდება? ალბათ კლდეში არ ვიცი. ხო, მართლა, ანუ ყველს ნაკლებად მოთხოვნადია. უნდა მაინც რა მოხმარებელს, რომ თბილისის the city sightings ხო არის, რომ აი მაგასთან ახლოს იყოს და უფრო ნაკლებ Airbnb კი, მაგრამ long term-ში რასაკვირველია ქირავდება მეტროსთან ახლოს არის და აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ კონცეპტუალურად განსხვავდება. და ასე შემდეგ, კი, ნამდვილად. თუმცა მე ალბათ ქვეყანაში რომ წავიდე, მეც იგივეს გავაკეთებდი რასაკვირველია რა. აი მაინც გვინდა რომ თუ მანქანას არ ვქირავთ, ვიყავთ ახლოს ისეთ ობიექტებთან, რაც უნდა მოვიაროთ. მე უფრო ბათუმს გამოვყოფდი და ქობულეთი ძალიან საინვესტიციოდ უფრო ბათუმს მიანიჭებდი უპირატესობას? Airbnb-ისთვის უფრო ბათუმს, მაგრამ საინვესტიციოდ ორიოს თანაბრად. Airbnb-ისთვის უფრო ბათუმს, იმიტომ რომ შეიძლება ზაფხულში 3-4 თვის მანძილზე ისეთი თანხა გამოიმუშაოს Airbnb-მ, რაც თბილისში, რა ვიცი, 9 თვის მანძილზე გამოიმუშაოს კონკრეტულმა ერთმა, ასე ვთქვათ, მიმართულებამ. გააჩნია, თუ თბილისში, ძველ თბილისში გვაქვს და ისეთი ვინა გვაქვს, რაც აი high rated არის, ანუ ისეთ კომპანიას, მოკლედ ამას წლების გამოცდილება სჭირდება და ბათუმში ქირავდება ძალიან სწრაფად. ანუ იმდენად სწრაფად ქირავდება, რომ არა მარტო ბათუმში, იმდენად, ასე ვთქვათ, განაშენიანება, ესეთ კარგი ხდება, ჩვენ მივიდნე მოლაპარაკება გვაქვს, ერთ-ერთი ქობულეთის ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, სასტუმროსთან არ დავასახელებ, ირგვლივ კონკურენცია რომ ვნახეთ რა შენდება, სხვა კონკურენცია, აი ქობულეთის განაშენიანება იქნება მალე არანაკლებ ბათუმისა, იმიტომ რომ ბათუმში ადგილი აღარ არის ფაქტობრივად. და ეს არის არა მეორე მესამე ზოლი, პირველი ზოლი.
ანუ იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ტურიზმის ინდუსტრია იმდენად სწრაფად ვითარდება. მე არ უნდა ნობროდ წამოვიდი ტურიზმის ინდუსტრიიდან, მაგრამ ზოგჯერ მენატრება ხოლმე სიმართლე გითხრა. მეგონი ძალიან მეხმარება. ახლაც კი, ძალიან მეხმარება, ნამდვილად. მე როგორ შეკვირდით ამო, მაქვს ესეთი პატარა ბლიცები, რომელიც მინდა რომ რაღაც ესეთი კიდე მოკლე პასუხები გამეცი და უფრო გრძელი პასუხები გამეცი, ხო? პრინციპში ეს კითხვა კი დაგისვი, მაგრამ მაინც მოდი შევაჯამოთ. თბილისი თუ ბათუმი? ორივე რა. რატო? ესე არ მინდა. ყველაზე გადაფასებული რაიონი თბილისში. გადაფასებული? გადაფასებულში რას გულისხმობ? ანუ იმაზე მეტად არის შეფასებული, ვიდრე რეალურად ღირს რა, ანუ გადავაფასეთ რაზე მეტად. ცოტა საბურთალო ანუ. საბურთალო. და პირიქით აი ამის შესატყვისი ვერ მოვიფიქრე და underrated რაიონი რომელია ყველაზე. ორთაჭალა ფონიჭალა. რას ორთაჭალა? ანუ ეხლა ძალიან სწრაფ Eagle Hills-ის პროექტმა იმდენად მალე გაზარდა იქეთ ფასები, რომ ეხლა ჩემთვის მე შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ აი ეს მხარე, აი ბოლოს ისეთი პროექტი გაიყიდა ლამის რუსთავისკენ რომ მივდივართ იმ გზაზე, რომ აი არ მეგონა ამ ბიუჯეტში, ამ კვადრატულობაში თუ გაიყიდებოდა საერთოდ. ვა, ძალიან უცნაურია. ბინა თუ კომერციული პარტი? ბინა. Airbnb თუ გრძელვადიანი გაქირავება? ორივე. უძრავი ქონება, ინვესტიცია თუ დამოკიდებულება? ინვესტიცია. დღეს იყიდით ის საქართველოში ბინას? აუცილებლად. საათ კონკრეტულად? საბურთალოზე. 5 წლის შემდეგ ფასები უფრო მაღლა წავა? აუცილებლად და არ არსებობს ის ტენდენცია, რომ აი როცა ამბობენ ხოლმე, რომ აი ფასები ჩამოიშლება, არ ჩამოიშლება, არაფერი არ ჩამოიშლება. როგორ ჩამოიშალოს მოთხოვნა იზრდება და მიწოდება აკლდება. ვერ ასწრებს. არა, ვერა, აუცილებლად გაიზრდება. არავინ არ დაიჯეროს, რომ ფასები დაიკლებს. რამის კითხვა მიდი გაფრით. დღეს 100.000 რო კონდეს რა. ერთ ბინას იყიდით თუ რამოდენიმე პატარა ობიექტს? შენებარეში ვიყიდი, ანახე, შენებარეში შევიტა, ხო, შენებარეში შევიტანდი 15,000. აჰა. ბათუმი თუ თბილისი, როგორი ინვესტიციაა? რომელი? მაინც, საიტაიღე. ორივე ძალიან კარგია. აი, თბილისი long term-შიც მოდი თბილისი რა. თბილისი. იყოს თბილისი. დღეს უფროს არის სკორა არის, არ ყიდვა თუ არასწორ დროს ყიდვა? არ ყიდვა. აუცილებლად არ ყიდვა. ეხლა სწორი დროა? კი. სულ სწორი დროა. უბრალოდ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. თამო, პრემიუმ პროექტი, ესეთი ლაქშერი პროექტი, დღეს რეალურად რას ნიშნავს? აი, რას ვეძახით? პრემიუმ პროექტი. კომპლექსურ მომსახურებას იმისთვის, რომ იცხოვრო ყოველდღიურად. ეგ არის პრემიუმ პროექტი ჩემთვის. არის რაიონი თბილისში, რომელშიც არასოდეს არ იყიდი ბინას? აი, ხო, ამის გამო გამკითხავენ და აი რატომ ისამ კითხავს? არა, არ არის ეგეთი რაიონი. არ არის, ანუ ნებისმიერ ადგილას იყიდი. ნებისმიერ ადგილას ვიყიდი. ყოლია. მომავალში უფრო გაიზრდება. ცხოვრობდი რამდენიმე გან და რატო უნდა გამოვარჩიო ეხლა რაც არაკომფორტულია ჩემთვის. ხო და მაცხრა მთელი რაიონი თოზე. რა უფრო სწრაფად იყიდება დღეს, ემოცია თუ კვადრატული მეტრი? ემოცია უეჭველად. ყველას დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები ბიდნის ყიდვის დროს უშვებენ. რას ფიქრობ? აი რა არის ის ყველაზე ადგილმდებარეობის არასწორად განსაზღვრა. აი რის მიხედვით საზღვრავს ხალხი? ფასთან შედარებით ადგილმდებარეობის არასწორად განსაზღვრა. და ამაში ეხმარება მაიკორნერი. ძალიან დიდი მადლობა. თამო, მე მგონი ფანტასტიკური დისკუსია, ბლიცები და პასუხები, ფანტასტიკური გამოგვივიდა რა და უძრავი ქონება დღეს მოკლედ აღარ არის ხო, როგორც შევთანხმდით, აღარ არის რაღაცა მხოლოდ ესეთი მშენებლობის ბიზნესი, ხო? ეს არის ტემპერატურა ფაქტიურად ეკონომიკისთვის დღეს, ხო? და ესე იქნება სულ. კი, ჯერა. მეც მაგის მჯერა და მეც იმის მჯერა, რომ ზოგადად ანუ მარტო ეს ზრდა არ იქნება უძრავი ქონების, არამედ ზოგადად ქვეყანა გაიზრდება ამასობაში, ანუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯიბეც ასე ვთქვათ გაწდება და გაიზრდება შესაბამისად. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას გიხდი, როგორც ყოველთვის უძრავ ქონებაზე საუბრობთ თამო წოწორიასთან ერთად და მაიკორნერჯისთან ერთად.
მეგობრებო, ეს იყო Business Space-ი, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე მისი ავტორი სერგო ავსეჯანიშვილი ვარ. ჩვენი სტუმარი კი იყო MyCornergy-ს დამფუძნებელი თამო წოწოლია. მადლობა, რომ გვიყურებთ და ჩვენთან ერთად ხართ. დაგემშვიდობებით ხუთშაბათამდე.